ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ნოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ნავთობის ფასები, ეკონომიქსი, მთავარი ეკონომიკური მოვლენებისა და თემების განხილვა. ეკონომიქსი, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში, ირმა ებრალიძესთან ერთად. ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეებით ეთერში ეკონომიქსის სტუდიაში ირმა ებრალიძე მუშაობს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები ოფიციალური უბრალოდ სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფებიან, სადაც მონაწილეობას იღებენ მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის მიერ გამართულ ყოველწლიურ შეხვედრაში. გაიმართა ორმხრივი შეხვედრები, სადაც მინისტრებმა ქვეყნისთვის საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. მნიშვნელოვანია ინსტიტუციური მოწყობა ჩვენი ეკონომიკის. თქვენ მოგეხსენებათ 2005-2006 წლიდან პრაქტიკულად მოიშალა რეგულაციის მექანიზმები, ანტიმონოპოლიური სამსახური, მაგალითად ხარისხის კონტროლი და ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს პროცესი იმისა, რომ შევიმუშაოთ და ქვეყანაში შევქმნათ თანამედროვე მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი სამსახურები. ამ მიმართულებით მსოფლიო ბანკთან ძალიან აქტიური მუშაობა გვექნება. ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა და მისი ინსტიტუციონალური უზრუნველყოფა ამ მიმართულებით მსოფლიო ბანკს ვთხოვეთ ჩვენ, რომ მათ მოგვაწოდონ თავისი მოსაზრებები იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ. გამოთქვეს დიდი კმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის შესვლა შესაძლებელია რომ აღდგეს და ეს ქვეყნის საერთოდ ეს ნორმალიზაცია სავაჭრო და ბიზნეს ურთიერთობების ხელს შეუწყობს ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებას. მოსკოვში დაგეგმილი ქართულ-რუსულ ბიზნეს ფორუმი გადაიდო. ფორუმის ორგანიზატორი გადავადების მიზეზად ქართული მხრიდან მონაწილეობის სურვილთა მომრავლებით ხსნის, როგორც ისინი განმარტავენ, მოსკოვში გამგზავრების სურვილი ბევრ ქართულ მეწარმეს გაუჩნდა, მაგრამ მათი ვიზების საკითხის მოგვარება დროულად ვერ მოხერხდა. საორგანიზაციო საკითხებზე საქართველო-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი სეთულიძე ამ დროისთვის მოსკოვშია და დღის ბოლოს ბრუნდება. ის რუსეთის დედაქალაქში შეხვედრებს მართავს. ფორუმი ამ დღეებში უნდა გამართულიყო, მაშინ მონაწილეობას ხვებთან ერთად აპირებდა ქართული ღვინის ექსპორტიორთა ასოციაცია, რომელშიც გაერთიანებულია რუსულ ბაზარზე გასვლის მსურველები, მათ შორისაა საქართველოს შატო მანავი, ჩელთი და ნონეშვილი. საპასუხო ვიზიტი საქართველოში მაისისთვის არის დაგეგმილი, თუ მოსკოვში მანამდე ფორუმი არ შედგა. გადაცემას ბიზნეს სიახლეებით განვაგრძობთ. ოქროს ბრენდის ნომინაციაზე წარდგენილი იყო 200-მდე საქართველოში მოღვაწე კომპანია, თუმცა მხოლოდ 36-მ შეძლო ოქროს ბრენდის სტატუსის მოპოვება და მათ შორის აღმოჩნდა ელიტ ელექტრონიქსიც. როგორ ინარჩუნებს დღემდე კომპანია ტექნიკის ბაზარზე ლიდერის პოზიციას? ეხლა ჩვენ საშუალება გვაქვს გავესაუბროთ კომპანიის PR მენეჯერს ნოკა ბაინდურაშვილს. ნოკა, გამარჯობათ. გამარჯობათ. პირველ რიგში გილოცავთ ამ წარმატებას და გისურვებთ ბევრ მომხმარებელს, რაც თავარია. და კითხვა, როგორ ინარჩუნებს ელიტ ელექტრონიქსი ტექნიკის ბაზრის ლიდერის პოზიციას? ანუ რაზეა ეს დამოკიდებული და რა ფაქტორების გათვალისწინება მოხდა ამ ნომინაციის მინიჭების დროს? ამ ნომინაციის მინიჭების დროს ძირითადად გათვალისწინებული იყო მთავარი ფაქტორი წარმოადგენს მარკეტინგული აქტივობები და ის კრეატიული აქციები, რასაც ჩვენ მომხმარებელს თავაზობთ. ასევე ჩვენი ბაზრის ლიდერის პოზიციას გვინარჩუნებს ისიც, რომ ჩვენ გვაქვს საქართველოში ყველაზე დიდი სავაჭრო ქსელი, ჩვენი მაღაზიების რაოდენობა საქართველოს მასშტაბით შეადგენს დაახლოებით 40-მდე მაღაზიას მოვიცავთ. აქ შედიან ასევე დილერი მაღაზიებიც, რომელიც ჩვენი ბრენდის ქვეშ აწარმოებენ გაყიდვას ჩვენივე პროდუქციის ხარისხი, ასორტიმენტი და ის ბრენდები, რომელიც ჩვენ მაღაზიათა ქსელში ექსკლუზიურად არის წარმოდგენილი. ეს არის ჩვენი მთავარი და ძირითადი წარმატების ფორმულა, ასე ვთქვათ. და ასევე სავარაუდოდ წარმატების ფორმულა არის ისიც ის აქციები, რომელსაც თქვენი კომპანია მუდმივად თავაზობს მომხმარებელს. უახლოეს მომავალში ხო არ გეგმავთ რაიმე წამახალისებელ აქციას ხამა თუ იმ ტიპის პროდუქციაზე, გარდა იმისა, რაც მიმდინარეობს დღეს თქვენს კომპანიაში? ჩვენს ქსელში დღეიდან დაიწყო ახალი აქცია, რომელიც არის დღის პროდუქტი და ეს აქცია გულისხმობს, რომ ყოველდღიურად მომხმარებელს შევთავაზებთ ერთი სახეობის პროდუქტს რამოდენიმე ბრენდის წარმოდგენით, რომელიც იქნება ყველაზე დაბალ ფასად. დაახლოებით ამ პროდუქციაზე 40%-მდე ფასდაკლება არის. ამ ეტაპზე გვაქვს ბოშის და გორენიეს სარეცხი მანქანები 6 კილოგრამიანი უპრეცედენტო ფასით წარმოდგენილი. დღეს უკვე მომხმარებელს შეუძლია მათი შეძენა. გორენიეს ბრენდის სარეცხი მანქანა შეადგენს 570 ლარს, ხოლო ბოშის 6 კილოგრამიანი სარეცხი მანქანის ფასი შეადგენს 690 ლარს. და ყოველდღიურად სხვადასხვა პროდუქცია დაემატება ამ ჩამონათვალში. დაემატება კი არა, უბრალოდ სხვადასხვა პროდუქცია იქნება ჩამონათვალში.
ხვალზეგ და ასე შემდეგ. ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ და ველი თქვენგან სასიამოვნო სიურპრიზებს შეგახსენებთ, რომ ელიტ ელექტრონიკსის PR მენეჯერი ნოკა ბაინდურაშვილი პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. ამ დროისთვის სულ ეს იყო ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლებით. ეკონომიკსი რადიო იმედის ეთერს დაუბრუნდება 16 საათს და 15-ზე. მე კი ტრადიციულად შემოსავლიან და წარმატებულ დღეს გისურვებთ. ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ნოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ნავთობის ფასები, ეკონომიქსი, მთავარი ეკონომიკური მოვლენებისა და თემების განხილვა. ეკონომიქსი, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში, ირმა ებრალიძესთან ერთად.